ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. ფაროსანასთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში პირველად ბუნებრივ გარემოში აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი იაპონური ქინქლა გაუშვეს. რამდენად ეფექტიანი იქნება ბიოლოგიური კონტროლი და შეძლებს თუ არა ფაროსანას პოპულაციის შემცირებას, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ეკოსისტემაზე, როგორ ზრდის კლიმატის ცვლილება მცენარეთა მავნებლების გავრცელების რისკს და როგორ იცვლება მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომები. ეს არის თემები, რომელზედაც დღეს გადაცემა ეკონომიკში ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, მე ჟურნალისტი ირმა ებრალიძე ვარ. გამარჯობა. გამარჯობათ, ირმა. დიდი მადლობა სტუდიაში თქვენი დროისთვის. დავიწყოთ თავიდან. რა არის იაპონური ქინქლა? პირველ რიგში მესამები თქვენს მსმენელებს, მაყურებლებს. ეს პარაზიტოიდი იაპონური ქინქლა არის ორგანიზმი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ბუნებაში არეგულირებს აზიური ფაროსანას რისხოვნობას ბუნებრივად. ამ მავნებლის წარმოშობა არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ფაროსანაზეა საუბარი და იმ ქვეყნებში ეს არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, რადგან სრულად რეგულირდება ამ პარაზიტოიდით ბუნებაში და მისი რისხოვნობა იმდენად მცირეა, რომ მის წინააღმდეგ ღონისძიებები არც კი ტარდება. თუმცა, როდესაც შედის ეს ინვაზიური მავნემწერი, ამ ტიპის მწერებს განეკუთვნება აზიური ფაროსანა, ახალ ტერიტორიებზე, სადაც მისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია და მას იქ არ ხვდება ბუნებაში ესეთი ბუნებრივი მარეგულირებელი, მისი რისხოვნობა იმატებს ძალიან სწრაფად და მრავლდება უსისტემოდ ბუნებაში. სწორედ ესეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როდესაც ფაროსანა ახალ ტერიტორიებზე, ახალ ქვეყნებში შედის და იმიტომ იყო და არის თავის ტკივილი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, ამერიკის კიდევ სხვა ქვეყნები ამერიკის კონტინენტის, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით და ეს მავნებელი გამომდინარე იქიდან, რომ 300-ზე მეტ მცენარეს აზიანებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ასევე ტყის ჯიშებს და დეკორატიულ მცენარეებს, ითვლება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად სასოფლო-სამეურნეო კულტურების, რადგან მათ შეუძლიათ 80%-მდეც კი გაანადგურონ მოსავალი და დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენონ სოფლის მეურნეობას და ქვეყნის ეკონომიკას. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მავნებელთან გატარდეს ბრძოლის ღონისძიებები და ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებების გატარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არაერთმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ამ მავნებლის ყველაზე, ასე ვთქვათ, ეფექტური ბუნებრივი პარაზიტოიდი არის ზუსტად ეს იაპონური ქინქლა, ტრისოლკუს ჯაპონიკუს, ესე ქვია ლათინურად და ბევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ეს, ასე ვთქვათ, პარაზიტოიდი ბუნებაში გაუშვას, ანუ გაამრავლოს ხელოვნურად ბიოლაბორატორიაში და შემდეგ გაუშვას ბუნებაში. და რატომ ახლა? იმიტომ რომ 10 წელია თითქმის რაც ფაროსანას ებრძვის საქართველო. ახლა რატომ გაუშვით და რატომ მანამდე არა? თუ უკვე იცოდით, რომ მსგავსი პარაზიტი არსებობდა. კი, ამ პარაზიტოიდის შემოყვანას და შემდეგ გავრცელებას ამ დრო სჭირდება და ესე რომ ახალი მავნე ორგანიზმისთვის ესეთ პარაზიტოიდი შემოიყვანო, ანუ მარტივი საქმე არ არის. და ამას წინ უძღოდა დაუშვათ ის კვლევები და ასევე ლაბორატორიული შესაძლებლობის გაზიარება და მანამდე, ანუ 2017-18 წლებში სხვა სახეობები გამოვლინდა საქართველოში, ანუ ეს კვლევები მუდმივად მიმდინარეობდა. სხვა სახეობები, რომლებიც აზიანებენ ასევე ფაროსანას, ითვლებიან ფაროსანას პარაზიტოიდებად, მაგრამ არა ისეთი ეფექტით, როგორიც არის ეს იაპონური ქინქლა. და უკვე 2023 წელს გამოვლინდა საქართველოში, ანუ ბუნებაში ნახეთ, კი, ანუ ბუნებრივად, როდესაც მავნებელი ვრცელდება ეს ბუნებრივი პარაზიტოიდის, მას მიჰყვება და ასევე ცნობილია ეს ფაქტი, რომ ევროპაში იტალიაში მილიონობით უშვებენ ყოველწლიურად ამ პარაზიტოის ბუნებაში და ასევე ბოლო წლებში თვითონ ისე ინტენსიურად ვერ მრავლდება როგორც ფაროსანა. მრავლდება, ანუ თავიდან პირველ ეტაპზე, როდესაც მავნებლის მაღალი რიცხოვნობა არის
რთულია დაეწიოს ბუნებრივად, ამას შეიძლება რამოდენიმე ათეული წელის დასჭირდეს. ამიტომ აუცილებელია მისი ლაბორატორიაში გამრავლება და გაშვება იმ ადგილებში, სადაც არის მასიური კვერცხდება და არ ხდება დამუშავება ესეთი ტერიტორიების. და იგივე თურქეთის მაგალითსაც ვიტყვით, ყოველწლიურად მილიონამდე ინდივიდს უშვებს მეთხილეობის ზონაში სხვა ადგილებში, სადაც აზიური ფაროსანა არის გავრცელებული, მათ შორის ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს და ანუ ეს ბუნებრივად ჩვენთან დაფიქსირდა ეს მავნებელი და უკვე დაიწყო ამის გამრავლება ლაბორატორიაში იმ შეგროვებული ინდივიდებით, რაც ჩვენთან იყო ბუნებაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით 50000 ინდივიდზე მეტი არის გაშვებული ბუნებაში და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ეს ბიოლაბორატორია, შეისწავლეს იქაურმა სპეციალისტებმა ეს ასე ვთქვათ მიდგომები და ლაბორატორიაში ამ პარაზიტოიდის გამრავლების საკითხები და ისინი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ აქტიურად ლაბორატორიაში და უკვე პროფესიონალები არიან ამ კუთხით და აქტიურად თანამშრომლობენ სურსათეროვნულ სააგენტო სპეციალისტებთან. ტერიტორიები რა პრინციპით შეარჩიეთ და უფრო მეტი რო გითხრათ, აი როგორ ანადგურებს ეს იაპონური კინქლა ფაროსანას? ტერიტორიების შერჩევა მოხდა პირველი ვადები არ როდის უნდა დაგვეწყო, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მასიური კვერცხდება არის აზიური ფაროსანას და იმ ადგილებზე, სადაც არ ხდება დამუშავება, ანუ არც ფერმერები ატარებენ იმ ადგილების შეწამლით ღონისძიებებს და არც სახელმწიფოს მიერ არ ხდება. ეს არის დაცული ტერიტორიები, იგივე სატყეო ფონდი და შერჩეული იქნა ისეთი მასპინძელი მცენარეები, სადაც უპირატესობას ანიჭებს ფაროსანა და იგდებს კვერცხს. ეხლა ეს როგორ მუშაობს? ესე იგი ის ხდება სად, ანუ ფერომონის გამოყენებით აგნებს, ასე ვთქვათ, იმ კვერცხების ადგილებს და იქ ახორციელებს თითოეულ კვერცხში დებს თავის კვერცხს და იქედან ნაცვლად ფაროსანასი გამოდის უკვე ეს პარაზიტოიდი და რომელიც კიდევ ახალ კვერცხდებებს ეძებს და ბუნებაში ესე არეგულირებს და ასე ვთქვათ აკონტროლებს ამ მავნებლის რიცხოვნობას და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ეს არანაირად ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე, ადამიანს არ ეჩის, ასევე არ ახდენს ფუტკარზე, არანაირად ეს ბევრმა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით სოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა შეაფასეს რისკის შესაბამისი დოკუმენტი დადეს და ისეთი ქვეყნები, როგორიც არის იგივე ახალი ზელანდია, ავსტრალია, ევროპის ბევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, მათ აქვთ ეს ოფიციალური დადასტურება და ასევე ჩვენმა მეცნიერებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და არის დადასტურებული ის, რომ ეს არანაირ ზეგავლენას, უარყოფის ზეგავლენას არ ახდენს ბუნებაზე. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის მილიმეტრის ზომის მწერი, შეუარაღებელი თვალით გაგვიჭირდეს შეიძლება მისი დანახვა და ამიტომ მას არანაირი უარყოფით ზეგავლენა არ მოაქვს. არანაირად ამაზე არაერთი კვლევებია შეგვიძლია ეს ინტერნეტის უსაჯიდას მოვიძიოთ ეს ინფორმაცია და არანაირად უარყოფითი ზეგავლენის მოტანა ამ პარაზიტოიდს ჩვენთვის არ შეუძლია, ჩვენი ბუნებისთვის, ჩვენი ეკოსისტემისთვის. ტერიტორიებს რაც შეეხება, სად გაუშვით? ტერიტორიებს მავნებლის გავრცელების კერებში, სადაც აქტიური კვერცხდებებია, გურიის რეგიონი, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ეს არის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი, ასევე კახეთის რეგიონი, სასაზღვრო ზოლში, სადაც ამ მავნებლის რიცხოვნობა გვხდებოდა და აქტიური კვერცხდებები იყო, იქ გავუშვით და კიდევ ანუ ეხაც მიმდინარეობს ეს პროცესი. რათა როდესაც ხდება ლაბორატორიაში მისი გამრავლება, უკვე რამოდენიმე დღეში უნდა მოხდეს შესაბამის ტერიტორიაზე გაშვება და ესეთ ტერიტორიების მონიშნა ხდება GPS კოორდინატებით და ჩვენ ვიცით თითოეული ადგილი და ის კონკრეტული რაოდენობა, რაც ამ ტერიტორიებზე იქნა გაშვებული. რაც შეეხება ქიმიურ წამლობას, ანუ ბიოლოგიური კონტროლის პარალელურად შესაძლებელია ქიმიური წამლობა იმავე ტერიტორიაზე, თუ აქ გამიჯვნა ხდება და როგორ და რატომ? იმ ტერიტორიის დამუშავება, სადაც ამ პარაზიტოიდის გაშვება ხდება, ქიმიურად არ ტარდება ესეთი ტერიტორიების შეწამლა, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მავნე ორგანიზმების ინტეგრირებულ მართვას, ეს არის IPM-ი
ინგლისურად integrated pest management, რომელიც გულისხმობს ყველა ეფექტური მეთოდის ერთად გამოყენებას. არა მხოლოდ რომელიმე მეთოდი, მაგალითად მარტო ქიმიური მეთოდი, არამედ ქიმიური, ბიოლოგიური, აგროტექნიკური, ფიზიკური, ანუ ამ მეთოდების კომპლექსურად გამოყენება იძლევა შესაბამის ეფექტს და ზუსტად ჩვენს პროგრამაშიდაც ნაზიური ფაროსანას პროგრამაში ქიმიურ სწავლობებთან ერთად, სადაც მავნების მაღალი რიცხოვნობა იქ აუცილებელია ქიმიის გარეშე, იქ ვერ ვიქნებით ეფექტურები, ასევე ვიყენებთ ამ ბიოლოგიურ მეთოდს და ასევე გამოიყენება ეგრეთ წოდებული მოიზრდა გაანადგურეს სადგურები ფერომონიანი დამჭერების გამოყენებით, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით 200,000-ზე მეტი ფერომონის განთავსებას და წერტილოვნად დამუშავებას არაყვავილოვანი მცენარეების. და მაინც აი დღეს რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, არის თუ არა კვლავ პრობლემა მწვავე და აი წლევანდელი წელი მაგალითად უკეთესია თუ არა ვიდრე იყო წინ. აი რა შედარება რო გავაკეთოთ მეტნაკლებად ამ კომპლექსური ღონისძიებების გათვალისწინებით. მავნებელი რჩება რა თქმა უნდა დღემდე გამოწვევად და მიზანი ზოგადად ამ პროგრამის არის და საერთოდ შეუძლებელია რომ ეს მავნებელი გაქრეს და სამწუხაროდ შევხვდება კიდევ და თან ზომით ისეთი არის და ფორმით რომ ყველა უკვე ცნობს და ხედავთ და ვამჩნევთ, მაგრამ მთავარი მიზანი არის ჩვენი პროგრამის და ზოგადად ფერმერის მიერ გატარებული ღონისძიების, რომ ამ მავნებლისგან გამოწვეული ზიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე იყოს შემცირებული. რომ არა ის ღონისძიებები, რასაც ატარებს სახელმწიფო, რასაც ატარებს ფერმერი, მერწმუნეთ ამ მავნებელს შეუძლია მთლიანად როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურები გაანადგუროს, ასევე როგორც შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი კულტურები და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს მავნებელი აზიანებს საკმაოდ ფართო სპექტრს მცენარეების, ისეთი როგორიც არის თხილი, ვაშლი, ვაშლატამა, კურკოვანი ხეხილი, მარცვლოვანი კულტურები, ასევე ბოსტნეული და წარმოვიდეთ რომ არა ეს ღონისძიებები, ის კულტურები, რომელიც ექსპორტზე წარმატებით გადის, ეს მაჩვენებელი შემცირდებოდა და შეიძლება საერთოდ აღარ გქონოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია. მაგაზე ვთანხმდებით, რომ პრობლემა არის, მაგრამ რამდენად მწვავეა და პირველი შედეგი, როდის შეიძლება გამოჩნდეს ბუნებრივი კონტროლი წელს ჩაერთო პროექტში ფაქტობრივად, ანუ როდის ელოდებით პირველ შედეგს? პირველი შედეგი უკვე ბუნებაში არის, რა თქმა უნდა, და მთავარი მიზანი რომ ეს ბუნებრივად გამრავლდეს ეს მავნებელი და დამკვიდრდეს ბუნებაში, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი და წლები და ეს ანუ ექსპერიმენტული კვლევები ისე მიმდინარეობს, რომელმაც როგორც ლაბორატორიაში, ასევე ველზე ხორციელდება ეს დაკვირვებები და კვლევები და რაც შეეხება თვითონ პროგრამის შედეგს, იმ ღონისძიებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არის აცილებული თავიდან. იქ სადაც გაატარა და ატარებს სახელმწიფო ღონისძიებებს, იქ საკმაოდ კარგი შედეგებია. თუმცა არის ასევე ფერმერების პასუხისმგებლობა, რომ მათაც თავად საკარმიდამო ნაკვეთებში და იმ ფართობებში, სადაც სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ღონისძიებები, იქ თვითონ გაატარონ ღონისძიებები არა მარტო ამ მავნებლის წინააღმდეგ, არამედ სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებას. და მაინც თქვენ ახსენეთ სხვა რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალეთ, სადაც არის ეს ბიოლოგიური კონტროლი, მაინც რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა საქართველო და აი თუ შეგვიძლია რომელიმე ქვეყანა მაგალითად მოვიყვანოთ, რომ იქ ეს პრობლემა მოგვარდა, თუ არ ვცდები ჩინეთი ახსენეთ. ჩინეთი ბუნებრივად ჩინეთში ფიქსირდება ეს მავნებელი და იქ არ წარმოადგენს როგორც აღვნიშნე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, რადგან ბუნებრივად ხდება მისი რეგულირება. იქ ბუნებრივად, ანუ იქ ორივე ეს მავნე ორგანიზმი და ეს ბუნებრივი სასარგებლო ორგანიზმი ერთად არსებობდნენ, ასე ვთქვათ, ბუნებაში და იქ მის დარეგულირებაც არ იყო საჭიროება. მაგრამ რაც შეეხება გამოცდილებას და სხვა ქვეყნები როგორ მუშაობენ, იგივე როდესაც ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ თავიდანვე სოფლიოს წამყვანი მეცნიერები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და მათ გაგვიზიარეს ჩვენი გამოცდილებები, მათი გამოცდილებები ჩვენ სპეციალისტებს და რაც შეეხება ამ ბიოკონტროლის საკითხებს, იტალიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არაერთხელ იმყოფებოდნენ აქ იტალიელი სპეციალისტები და ჩვენი სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ იქ, ასევე შვეიცარიას და საკმაოდ მაღალი დონის ლაბორატორიები აქვთ ამ ქვეყნებს,
ასევე ჩვენს მეზობელ თურქეთს, სადაც როგორც აღნიშნე, ბოლო წლებში ყოველწლიურად მილიონ ინდივიდზე მეტს უშვებენ და იქაც ძალიან მაღალი დონის ლაბორატორიაა და მათი გამოცდილებები გავიზიარეთ, ისინი აქაც იმყოფებოდნენ ჩვენი სპეციალისტები. საქართველოსაც აქვს კარგად აღჭურვილი ლაბორატორია. და შეეხება ჩვენ შესაძლებლობებს, როგორც გითხარით, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე, ანასეულში, დასავლეთ საქართველოს გურიის რეგიონში, იქ არის ძალიან მაღალი დონის ლაბორატორია, რომელიც აღიჭურვა ყველა საჭირო ასე ვთქვათ, ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობით და იქ უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაოები, როგორც დაკვირვება სხვა სასარგებლო ბიო აგენტებზე, ასევე აზიური ფაროსანას ამ კონკრეტულ პარაზიტოიდზე და მისი გამრავლება ზუსტად ამ ლაბორატორიულ პირობებში ხდება. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რეგიონში ბიოლოგიური კონტროლის წარმატებული პრაქტიკის მაგალითად შეიძლება იქცეს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ამ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენ იყავით არაერთ ქვეყანაში. რა მოლოდინები გაქვთ? ჩვენ რა თქმა უნდა ვითვლებით ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში და ჩვენ გამოცდილებებს უზიარებთ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებს, სპეციალისტები წამყვანი ქვეყნების და იქაური წამყვანი სპეციალისტები არაერთხელ იმყოფებოდნენ საქართველოში, ჩვენი ასე ვთქვათ პროგრამები შეისწავლეს და გაეცნენ იმ ღონისძიებებს დეტალურად, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სადაც ჩვენს გამოცდილებას უზიარებთ სხვა სპეციალისტებს, სხვა ქვეყნების სპეციალისტებს, არაერთ ქვეყნის მოწვევით ვიმყოფებოდით საზღვარგარეთ, ბოლო ესეთი ვიზიტი ჰქონდა აზერბაიჯანში და ზუსტად ეს საუბარი შეეხო როგორც პროგრამას, ჩვენ პროგრამას დეტალურად იქნა განხილული ასევე ბიოლოგიური იგივე პრობლემა, ხო, და აპირებენ ბუნებრივ, იმიტომ რომ იქაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს ინფორმაცია, რომ იქაც მოხდა ამ პარაზიტოიდის გაშვება. ნუ კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კარგით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და ზოგადად როგორც ცვლის კლიმატის ცვლილება საქართველოში მცენარეთა მავნებლების და დაავადების გავრცელებას, იმიტომ რომ ეს ხომ მხოლოდ ტემპერატურის ცვლილება არ არის, კლიმატის ცვლილება. რა მდგომარეობა ახლა? კლიმატის ცვლილება, ანუ უჩვეულოდ ესეთი გაზაფხული გვაქვს ნალექიანი ზაფხულიც უკვე და ეს ყველაფერი, ანუ ესეთი ტემპერატურული ცვალებადობა, მაღალი ნალექი უქმნის ხელსაყრელ პირობებს, მავნებელ დაავადებებს და აუცილებელია ესეთი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რათა არ გამოიწვიონ ამ მავნე ორგანიზმებმა დიდი ზიანის მიყენება მცენარეებზე და მნიშვნელოვანი არის ესეთი აქტიური და ეფექტური ღონისძიებები ჩატარდეს ფერმერების მხრიდან ყველა კულტურაში, რომელსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გატარება, იგივე ვაზი, იგივე თესლოვანი, კურკოვანი ხეხილი და ჩაატარონ იმ ვადებში და დაიცვან ის ნორმები, თითოეულ პრეპარატს აქვს თავისი ხარჯვის ნორმა და თავის გამოყენების ვადები, ასევე ლოდინის პერიოდი, რათა მაქსიმალურად ეფექტურები იყვნენ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად ამ კლიმატურმა ცვლილებებმა გარკვეული გამოწვევები ასე ვთქვათ შექმნა ახალი მავნებლები. ახალი ეს თან ახლავს იმ დროს ეს მსოფლიოს გამოწვევა არის იმ ფონზე, როდესაც ესეთი აქტიური ვაჭრობა მიდის ქვეყნებს შორის, ესეთი ტვირთბრუნვა, გადაზიდვა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, ამასთან ახლავს ყოველთვის ახალი მავნე ორგანიზმების გავრცელება და ბევრი მავნე ორგანიზმი, რომელიც არ ფიქსირდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, გავრცელდა სამწუხაროდ. მაგალითად იგივე ეს აზიური ფაროსანა, ეს ბოლო 10 წელია, მანამდე არ ფიქსირდებოდა ეს მავნებელი და მისი შემოსვლა. ახლა გეუბნებით ბოლო პერიოდში. ბოლო პერიოდში მიმდინარეობს აქტიურად ეს მონიტორინგი, ახლა საზღვრო საკარანტინო წესების შესაბამისად აქტიურად აკონტროლებს შემოსავლების სამსახური და ასევე სურსათერონული სააგენტო, თუმცა ბოლო წლებში არაერთი დაავადების და მავნებლის შემოსვლა მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ეს მსოფლიოს პრობლემა არის და ეს გამოწვეულია ამ
კლიმატური ცვლილებებით, ასევე იმ მავნე ორგანიზმებმა, რომელიც გავრცელებული იყო კონკრეტულ ადგილზე, დაუშვათ გადაადგილდნენ უფრო ჩრდილოეთით, ან უფრო სამხრეთით, ანუ ისეთი ადგილები, რომელიც მანამდე არახელსაყრელი იყო ამა თუ იმ მავნე ორგანიზმის ზრდა განვითარების, ახლა უკვე ხელსაყრელია და ანუ ეს ნალექმა და მაღალმა ტემპერატურამ შექმნა მათთვის ასე ვთქვათ ოაზისი, შეიძლება ითქვას. ზუსტად ესე არის და იგივე აზიური ფაროსანას შემთხვევაში მავნებელი თუ არ გვხვდებოდა ისეთ ადგილებზე, რომელიც დაუშვათ შედარებით დაბალი ტემპერატურა არსებობდა იქ იყო, ეხლა იქაც გვხვდება და მშვენივრად შეუძლია იგივე ზამთრის დაბალ ტემპერატურებსაც გაუძლოს და გავრცელდეს სხვადასხვა ტერიტორიაზე. აქ მხოლოდ ალბათ სასოფლო კულტურებზე არ შეიძლება საუბარი, იმიტომ რომ ადამიანების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, რომ მწერები, რომლებიცაც გადააქვთ ინფექციები და რაღაც ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დროს ამ თემებზე საუბარი. რომელია დაუშვათ ადამიანისთვის ყველაზე საშიში მავნებელი, რომლითაც აი რანაირად შეიძლება რომ მოერიდოს. ეხლა ეს ჩემი კომპეტენცია შეიძლება პირდაპირ არ იყოს, თუმცა ჩვენ რას ვახორციელებთ დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ეს არის მთავრობის განკარგულების შესაბამისად ყოველწლიურად ჩვენ ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ვახორციელებთ. აი რა ტიპის ღონისძიებებია და ეს არის ქიმიური დამუშავებით ტერიტორიების მოცვა და ეს არის კონკრეტულად კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. მუშავდება თერმული ნესლის ტექნოლოგიის გამოყენებით. სადაც მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე სადაც არის ამ ასე ვთქვათ კოღოების გავრცელების კერები და ასევე მოსახლეობასთან რა თქმა უნდა. და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. ანუ ეს ისეთი ტიპის ღონისძიებებია. თვითონ აი ადამიანები ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რას გვირჩევთ როგორც სპეციალისტი, იგივე კოღოების, ბუზების წინააღმდეგ მარტო ფაროსანა ხო არ არის, არის ძალიან ბევრი მავნებელი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას კი არის ისეთი პრეპარატები, ჩამონათვალი არის, რომელიც ჯანდაცვის მიერ არის დაშვებული საცხოვრებელ სახლებში გამოსაყენებლად და ესეთი პრეპარატების შესყიდვა და დამუშავება უნდა მოხდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს გამოსაყენებლად ნებადართული და იგივე ვეტაპთიაქებში ესეთი ტიპის საშუალებები ხელმისაწვდომია და ნებისმიერ შეუძლია შეიძინოს და გამოიყენოს. კარგით, ახლა პესტიციდების თემასაც რო შევეხოთ, ჩვენ გვახსოვს, რომ ამ თემაზე მუშაობდა თქვენი სამინისტრო, ზოგადად როგორ ხდება პესტიციდების გამოყენება, იგივე იქ ფასები, ასე შემდეგ. რამდენად სწორად გამოიყენება? ერთ-ერთი პრობლემა იყო სწორედ ეს, რომ სწორად ხდებოდა თუ არა პესტიციდების გამოყენება საქართველოში. რა ვითარება გვაქვს ახლა? ამ კუთხით ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროს და პირადად მინისტრის, რომ საქართველოში მოხდეს მოწესრიგება პესტიციდების მიმოქცევის, მისი გამოყენების და ამის შედეგად გაიზარდოს ის ეფექტი, რომელსაც ფერმერი ახორციელებს თავის სასოფლო-სამეურნეო სავარგულში. პირველი, ანუ სააგენტო არის მარეგისტრირებელი და მაკონტროლებელი ორგანო ამ პესტიციდების და სასუქების და ჩვენ ამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ფიტოსანიტარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 80-მდე ნორმატიული აქტის მიახლოება მოხდა იმ რეგულაციებს და დირექტივებს და ერთ-ერთი არის ესეთი რეგულაცია პესტიციდების მდგრადი გამოყენების შესახებ გასატარებელი ღონისძიებები და რომელიც უკვე ჩვენი დადგენილების შესაბამისად შექმნილი არის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმით რა არის გათვალისწინებული. ესე იგი, პირველი რომ ცნობიერების ამაღლება და სერტიფიცირება უნდა მოხდეს ფერმერების, რათა იყვნენ ისინი როგორც პროფესიონალი მოხმარებლები. აი, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად საინტერესო ფერმერები? ანუ პირველი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ დამუშავების შესახებ, ანუ იქ შევაფასოთ, არის თუ არა საჭირო საერთოდ ღონისძიების ჩატარება, ანუ პირველი უნდა მოხდეს მავნე ორგანიზმის. შეაფასოთ, თუ საკმარისი ცოდნა აქვთ ამისი, ანუ რითი ეხმარებით თქვენ მაგალითად? აქ არსებობს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე სააგენტო სპეციალისტები, ასევე შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 15-0-ზე დარეკოს და ამაზე რეაგირება მოხდება შესაბამისი და უნდა მოხდეს ანუ იდენტიფიცირება მავნე ორგანიზმის და შემდეგ უკვე
შერჩევა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანის მიერ, რომელი პრეპარატი იქნას გამოყენებული. ანუ 15 ნოემბერზე რო დარეკოს მაგალითად დაინტერესებულმა პირმა, მას მისცემენ სწორ ინფორმაციას რა როგორ და რანაირად უნდა გამოიყენოს და რისთვის. კი, რა თქმა უნდა, და თუ ოპერატორს იქ ვისაც ასე თქვა დაუკავშირდება ესეთ დაინტერესებული პირი, არ ექნება იმის შესაბამისი კომპეტენცია, რომელს შესაბამის მოთხოვნა იქნება იქედან, უკვე სპეციალისტს, უშუალოდ სპეციალისტს გაასაუბრებენ და ის მიიღებს, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას და გამოყენების დროს მნიშვნელოვანია თვითონ პრეპარატი, ანუ სწორად პრეპარატის შერჩევა, სწორ ვადებში გამოყენება, სწორი დოზირება, ასევე ჯერადობა, რამდენჯერ შეიძლება მისი გამოყენება და ასევე ლოდინის პერიოდი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველა ეს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, იყოს დაცული. არ იმოქმედებს ეს თუ რა საფრთხე შეიძლება იყოს. ეხლა მაგალითად ავიღოთ ვაზის ჭრაკი. თუ ვაზის ჭრაკი უკვე სიმპტომები გაჩნდა მცენარეზე და მე ჩავატარე წამლობა, ეფექტი არ ექნება. ამიტომ ვაზის ჭრაკის წინააღმდეგ ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს და როდესაც სანამ მოხდება ინფიცირება მცენარის, მანამდე უკვე პრევენციულად უნდა მოხდეს დამუშავება. ეხლა ეს ინფორმაცია საიდან უნდა გავიგოთ? არსებობს სპეციალური მეტეოსადგურები, რომელიც აგრომეტეოსადგურები, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მდებარეობის მიხედვით, სადაც არის დამონტაჟებული ეს მეტეოსადგურები, როდის არის სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი. და უკვე მე პრევენციულად უნდა ჩავატარო შესაბამისი ღონისძიება, რომ იქ არ მოხდეს ამ დაავადების გავრცელება. მავნებლების შემთხვევაში, როდესაც ღონისძიებებს ვატარებ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს ფერომონიანი დამჭერები. ამ ფერომონებით მე ვაკონტროლებ მავნებლის რიცხოვნობას და როდესაც ხედავ, რომ მოიმატა ასე ვთქვათ, ფერომონებზე დაფიქსირებული მავნებლების რაოდენობამ, ეს ნიშნავს, რომ მე ღონისძიება უნდა ჩავატარო. როდესაც მავნებელი არ არის იმ რაოდენობით, რომ იგი ვერ აღწევს მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს, მაშინ შესაბამისად ღონისძიება არც არის ჩასატარებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორ დროს, სწორ ვადებში, სწორი ხარჯვის ნორმით ეს ღონისძიებები განვახორციელოთ. და მაინც კი ვისაუბრეთ გარკვეულწილად შევებთან დაკავშირებითაც, მაგრამ მაინც რა რეკომენდაციებს მისცემდით დღეს ფერმერებს, რომ ერთდროულად დაიცვან მოსავალი, გარემო, მომხმარებლის ჯანმრთელობა? პირველი, როდესაც ვიყენებთ ამ პრეპარატებს, გამოვიყენოთ თავის იმ რეგლამენტების შესაბამისად, რომელიც თითოეულ პრეპარატს ახლავს, რაზედაც ვისაუბრეთ უკვე ხარჯვის ნორმა, ლოდინის პერიოდი. ხარისხზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კონტროლი როგორ არის? სახელმწიფო კონტროლი, სახელმწიფო ახორციელებს ამაზე შემდეგ ორი სიტყვით ვიტყვი. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს, როდესაც პრეპარატის განზავება ხდება, ან უშუალო შესხურება გამოიყენონ შესაბამისი სპეცტანსაცმელი ხელთათმანები, ნიღაბი, სათვალეები და ისე მოახდინონ, ასე ვთქვათ, ამ პრეპარატებთან შეხება და მუშაობა და ასევე ჩაატარონ სწორ დროს ღონისძიება და სწორად შერჩეული მავნე ორგანიზმის და სწორად შერჩეული პრეპარატის გამოყენებით. რაც შეეხება პრეპარატების ხარისხს და კონტროლს, სახელმწიფო სააგენტო არის მაკონტროლებელი ორგანო ამ პესტიციდების და აგროქიმიკატების. ქვეყანაში აღრიცხული არის 600-მდე სარეალიზაციო ობიექტი და კონტროლის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, მინიმუმ 2-ჯერ ხდება ამ ობიექტებში შესვლა და კონტროლი. ასევე მთელი წლის განმავლობაში 500-მდე ნიმუშს ვიღებთ და ამ 500 ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი ხორციელდება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რათა დაადგინდეს ხარისხიანი არის თუ არა ეს პრეპარატი და შესაბამება თუ არა იმ დეკლარირებულ ასე ვთქვათ რაოდენობებს ამ მოქმედი ნივთიერების, რაც არის მითითებული ოფიციალურ დოკუმენტებში და ასევე შემოწმების დროს ხორციელდება იმ რეალიზაციის პირობების შეფასება, ასევე ის რომ არ მოხდეს არარეგისტრირებული პრეპარატების რეალიზაცია და შესაბამისად იყოს მარკირებული და ვალდებულება აქვს ბიზნეს ოპერატორს, რომ ქართულ ენაზე უნდა იყოს ეტიკეტირებული თითოეული პრეპარატი, რათა ფერმერმა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და თუ რაიმე ტიპის დარღვევა ფიქსირდება ესეთი კონტროლის დროს, შესაბამის საჯარიმო სანქციები ტარდება და სააგენტოს და სამინისტროს ინიციატივით ბოლო პერიოდში გაიზარდა ესეთი ტიპის დარღვევებზე საჯარიმო სანქციები, მაგალითისთვის არარეგისტრირებული ან უხარისხო ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციაზე
4000 ლარი არის ჯარიმა და იმ ბიზნეს ოპერატორს რომელსაც დიდი ბრუნვა აქვს, იქ უკვე 8000 ლარი არის ესეთი საჯარიმო სანქცია. და არის იყო ასეთი შემთხვევები. კი, ესეთი შემთხვევები არის და აქტიურად მიმდინარეობს ეხლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც აქტიური რეალიზაცია და გამოყენება მიმდინარეობს პრეპარატებით და შესაბამისად ჩვენი კონტროლიც აქტიურად მიმდინარეობს მოცემული მომენტისთვის. ეხლა ჩვენი სპეციალისტები შესაბამისი გეგმა გრაფიკის მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ამ კონტროლის პროცესს იმ ობიექტების, სადაც ამ საშუალებების, მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიური საშუალებების რეალიზაცია მიმდინარეობს. ახლა არის აქტიური პერიოდი ამ ახლა არის გამოყენების და შესაბამისად რეალიზაციაც ახლა მიმდინარეობს. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მესხი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რუსეთის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.